ვაიმე ხალხობა. მოკლედ ძირფასება ეს არის ჩემი პირველი შილაკი. იდეაში კორექცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერი წავიდა აბსოლუტურად გეგმის საწინააღმდეგოდ. უпростоად გეგმა საერთოდ არ მქონია. აქ დავიწყე მოხსნა და ცხოვრებაში პირველად მიჭირავს ხელში ეს ბორმანქანის კალამი. თუმცა ეხა ვიდეოში რო ვუყურებ, თითქოს არც მეტყობა განსაკუთრებით კიდე აჩქარებულ კადრში. მეორე თავიც მქონდა მეტალის, რომელიც აქ ვიყიდე. ეს კერამიკის თავი გამოვიწერე თემუდან, სხვათა შორის ძალიან კარგია. ანუ დამავიწყდა და მეყიდა შიდა მხარი სამოსასუფთავებელი თხელი და ამითი შიდა მხარე, ბრჭყილის შიდა მხარე ძალიან კარგად სუფთავდებოდა. ეს უფრო ისეთია ნაზი, ასე ვთქვათ და პირველად ხელში ასაღებად და პირველად გამოსაყენებლად ეს უფრო შიშის გარეშე შევძელი. აქ ვიხსნი საფარს და მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც არ უყურებია არც ერთი ლაივისთვის, იმიტომ რომ ნერვები არ მყოფნის ხოლმე ლაივებს რო უყურო, სადაც ბრჭყილებს აკეთებენ. ვიდეოებსაც თლად რო გითხრათ, ბოლომდე არც ერთი არ მაქვს ნანახი და მარტო დასწრებული ვარ იმ დაგრძელებებს ან კორექციებს, რომლებიც ჩემზე არის გაკეთებული, ჩემს ხელზე. ეს ბრჭყილი გამიჭირდა ცერი, თუმცა როგორც იქნა მოვერიე. ხო და რომ მოვიხსენი, აი ეს მერე დავაკვირდი და ვიფიქრე, რომ ეს არ იყო კარგად მოხსნილი და კიდე ჭირდებოდა მოხსნა. არ ვიცი, ეს სწორი იყო თუ არა, მაგრამ ასე გადავწყვიტე და საკმაოდ კარგად მოვიხსენი მატერიალი. ხო, აქ უკვე ნუნებზე გადავედი, მე არც ბრჭყილების გაკეთება არ ვიცი კარგად, მაგრამ და აი ამის იყო საერთოდ ძალიან მეშინოდა, იმიტომ რომ მეგონა რომ შემერჭობოდა და დავსისხლდიანდებოდი და ასე შემდეგ. მაგრამ საერთოდ არ აღმოჩნდა აი ყველაფერი ესეთი რთული, როგორც მეგონა, ძალიან მარტივად გავაკეთე. რაღაცნაირად რო აკეთებ, თვითონ გასწავლის, ანუ გიფიცკებს თითქოს რომელია შემდეგი ნაბიჯი. უბრალოდ ის მომენტი არის, რომ შენ თავზე რო აკეთებ, უფრო გაბედული ხარ. ხა მე არანაირი გამოცდილება არ მაქვს და ვერასდროს ვერ გავბედავ, რომ მაგალითად ეს სხვა ადამიანის ხელზე გამეკეთებინა, იმიტომ რომ ელემენტარული იმასაც კი ვერ გრძნობ, ტკივა თუ არა და როცა არც იცი და ვერც გრძნობ, ეს უკვე საშინელებაა და მე ჩემ თავზე ძალიან კარგად ვგრძნობდი. ეს პირველ გამოყენებაზე საერთოდ ვერ ვიხმარე, მაგრამ გუშინ უკვე, მეორედ, როცა ეს საფარი, რასაც აქ ვიკეთებ, მოვიხსენი და თავიდან გავიკეთე, გუშინ უკვე გამოვიყენე ეს და მივხვდი ამისი მუშაობის პრინციპს და ესეც ჩემს ხელზე. ხო, აქ კიდე დავუბრუნდი, მე რაღაც ვიდეოს ვუყურე TikTok-ზე, სადაც ამბობს გოგო, რომ იმიტომ მუშაობენ დიდხანს მასტერები, რომ უბრუნდებიან უკვე გავლილ ეტაპს და ისე უნდა დაამუშაო, რომ გავლილ ეტაპს არ დაუბრუნდეო, მაგრამ მე ხა მასტერства არ მაქვს ჯერ. ხო, ეს არის ჩემი საშინლად ბლაგვი მკვნეტარა, რომელიც აი უბრალოდ კატასტროფა არის, კი აჭრის გლეჯს, ხო და თემუზე შევუკვეთე მაკრატელი და არ ვიცი რა ჩამოვა. აი აქ რო გეუბნებოდით, გავაგრძელე, აი ეს თეთრი ხო ჩანს, თეთრი ზისფერი გელი რაც მადევს და ვიფიქრე, რომ ეგ ბოლომდე უნდა მომეხსნა და მოვიხსენი. ეხლა ვცდილობ, რომ გავახავიანო ზედაპირი და აი აქამდე ასე თუ ისე ყველაფერი კარგად მიდიოდა. ხო, ბრჭყილებსაც რა ვიცი, თითქოს მივეცი ფორმა და იდეაში თითქოს თვითონაც ჰქონდა საკაიფო ფორმა და რა ვიცი, არ უნდა გამჭირვებოდა, მაგრამ ეხლა ნახავთ, სადაც აირევა ყველაფერი. ხო,
ისევ ვიკლიბო, იმიტომ რომ მეჩვენება რომ კიდევ არ არის საკმარისი და მე მგონი თითქმის ბოლომდე მოვიხსენი და არ ვიცი აბა ვინც ერკვევით დაწერეთ ამ დონეზე უნდა მომეხსნა თუ არ იყო საჭირო და თქვათ უნდა გავჩერებულიყავი რაღაცა ეტაპზე და თუ უნდა გავჩერებულიყავი დამიწერეთ წუთი რომელზეც აი უკვე კარგად იყო და აღარ უნდა დამოხსნა თუ მაგალითად ეს კარგია იმიტომ რომ აი ეს უკვე თითქოს ისეთ მეტი გელი თეთრი რძისფერი აღარ არის და დარჩა მხოლოდ დაგრძელება და არ ვიცი მე რატომაც ჩავთვალე რომ ესე უნდა გამეკითხო აი ესე რომ ამოკლებენ ხოლმე ვერაფერ თუ ვერ დავამოკლე არ ვიცი ეს როგორ აკეთებენ ანუ საერთოდ არ მიდის შეიძლება მეორეზე reverse-ზე უნდა ჩამერთო არ ვიცი მოკლედ ვერ გავაკეთე ვერაფერ თავი შეუცვალე როგორც ხედავთ და ამითაც მშვენივრად ვმუშაობ ხო ეხლა ისევ ფორმა ვერ მივეცი კარგი კვადრატის ფორმა არ ვიცი რატომ და საერთოდ ძალიან პრობლემატურია ჩემთვის კვადრატი მე ხო კვადრატს არასოდეს არ ვიყენებდი აქ დამეღვარა სპირტი და ხო აი აქ გადავედი წასმაზე და აქედან დაიწყო ჩემი ტანჯვა იმიტომ რომ ყველაფერი დაწყებული პრაიმერით გაგრძელებული გელით ჩამეღვარა ნუნებში და აი აქ ვეძებ ნინისთან ჩემს მიმოწერას, იმიტომ რომ არ მახსოვდა შემდეგი რა უნდა წამესვა და ის გავიხსენე მერე, ვნახე უბრალოდ ეს არის გელი და 99 წუთი წამივაჩერებდი, მგონი 60 უნდა და მე იმისით შემეშინდა, ხო არ დავიწვი მეთქი ეს ფრჩხილები. მოვიხსენი ეს ზედა როგორ ლიპკის სლოი ქვია რუსულად და ქართულად რა ქვია ეგ და მოკლედ სათითაოდ ვაკეთებ ასე ყველა თითზე და არ შემიმოწმებია ჭხირით ჩემი გამოუცდელობის გამო ნუნასთან რამდენად ახლოს მქონდა ის გაკეთებული რა ქვია პრაიმერი გელი წასმული და ესე გავიშრე ხო აქ ეხლა არ მახსოვდა უნდა წამესვა თუ არა ეს გამჭვირვალე გელი და ჯერ გელის წასმა დავიწყე და გელი რო წავიცი ყველა ფრჩხილზე ფორმა საბოლოოდ გამიფუჭდა ანუ კვადრატის ფორმა და მერე ყველა თითზე რო წავისვი ეს გელი და გავაშრე მერე ვიფიქრე რომ მე მგონი კორექციის დროს ამ გელს არ ხმარობენ. მაშინ გამახსენდა და თავს არის დამეცა სრულიად. მაგრამ უკვე გვიანი იყო ამ დროს დაჭდა ტელეფონი, იმიტომ რომ 110 წუთიანი ვიდეო იყო, რომელიც ახლა ძალიან შევამცირე, ხო? აი ასეთია გელი, გამჭვირვალე გელი. ნახეთ უკვე ფორმა როგორი დიდი და რაღაცნაირი აქვს. და შემდეგ აი ამან დამტანჯა ნინი მითხრა რომ ეს უნდა გამეთბო მე დამავიწყდა და ეს არის გელი და აბსოლუტურად ყველა წესის დაცვის გარეშე გავაკეთე ფრჩხილებს ფორმა არ მივეცი ერთად მივცე მეთქი და აი უბრალოდ კატასტროფა გამოვიდა, ანუ ვქლიბე ვერ გავქლიბე, დამიმოკლდა ფრჩხილები და მოკლედ რაღაცა საშინელება გამომივიდა. მე ეხა გაითიშება და ამიტომ ვჩქარობ გითხრათ. მე ზემოდან რომ წავისვი ლაკი, ნუ ეს გულიც რო დავახატე, რაღაც საშინელება გამოვიდა და გელლაკი რო წავისვი ზემოდან, ანუ ეგეც და ყველაფერი აბსოლუტურად ჩაიღვარა ნუნაში, რაც საშინლად ჩანს, ხო, კიდე ეს გელი რო წავისვი ძალიან სქელი იყო და მე ზემოდან ვიკლიბე, ოღონდ ვიკლიბე ბორმანქანით და თავი არ გავუსწორე ჩვეულებრივი კლიბი და ტალღებივით იყო, ან ძალიან კი არა, მაგრამ იყო ტალღებივით, ფრჩხილი იყო ძალიან თხელი, ტალღასავი და სრულიად სწორი, ანუ აპექსი არ ქონდა საერთოდ. ფორმაც ვერ მივეცი წესიერი. ხო და მოკლედ რაღაცა ისრული კატასტროფა გამომივიდა, აი მინდოდა ხარცრემლით მეტი რა არა და სადღაც 5:30-ზე რო დავიწყე, ღამის 10-ზე თუ 11-ზე მოვრჩი. ხო, თუმცა პირველი იყო და მინდა ვთქვა, რომ არის ძალიან საინტერესო პროცესი, ძალიან სასიამოვნოც არის. ანუ ეხა მაგალითად გუშინ
ესენი მოიხსენი და თავიდან გავიკეთე და ანუ სრულიად სხვანაირად ვაკეთებდი უკვე, მიუხედავად იმისა, რომ ესეც უშნოა და ეხლა მე საუკეთესო მასტერების ნამუშევარს ვადარებ და იმას ვიძახი, საერთოდ არ მომწონს, მაგრამ ანუ გუშინ პირველთან შედარებით ეს უკვე რაღაც საოცრად კარგია. ხო და მაქედან გამოვდი ვარ. აი უჩერჩოს რა ფორმები აქვს პროსტა უმეტო ვიდეოზე კიდევ პროსტა შინოჩავს. ხახო ქალი საღამო ვიკეთებდი ამას, აი საღამო კიდე რაც იქიდან მოვედით. ხო. დელი დღე. და იქ კატასტროფა გამომივიდა. და თან გამოვედი 1 კილო ბიოს შევჭამ. და სემიაქის ხრნა ხაჭხაჭებდნენ მთელი საღამო და შემოვიდა სადღალობია. უიც არ არის. დამსმევდა. ხანი გამოხდა შილაკის ბრალია. პროსტა კატასტროფა. ჯერ ფრჩხილის ფორმა არის საშინელება. ამში ყველაფერი შინელება. კატასტროფა არის რაღაცა. იმას თუ არ ვიცი, პროსტა ის საშინელება. ჯოგო მოახერხე. ხომ მინახია ხალხის პირველი გაკეთებული და ესეთი არ არის ხოლმე. ესეც სასვინარი. ყველა სწავლება ხა. საშინელება. თავი გავანებო, დავიყვან 0-მდე. გავქლებოთ კოფი ქროხმა. აუშვილება.